მოგესალმები ძვირფასო წალენჯიხელებო. დასრულდა 2024 წელი. ბუნებრივია წლის შეფასებას დავიწყებ იმ დიდი დანაკლისით, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტმა განიცადა და ის უკავშირდება ჩვენი მერის გია ხარჩილავას გარდაცვალებას. ეს ძალიან დიდი დანაკლისია არა მხოლოდ ოჯახისთვის, მუნიციპალიტეტისთვის, ასევე ქვეყნისთვის. მოგესალმებით წალენჯიხის სახელი. გამარჯვებული წალენჯიხის სახელი. სიცოცხლეს, რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს სიკვდილის ყველა კარი. გია ხარჩილავა იყო ადამიანი, რომელმაც ერთადერთმა მთელი საქართველოს მასშტაბით და შეიძლება ითქვას ტოტალიტარიზმის ისტორიაშიც კი ერთადერთმა მოიტანა გამარჯვება ოპოზიციისთვის და მან წარმატებით შექმნა კოალიციური თვითმმართველობა. წალენჯიხას უკვე გააჩნია კოალიციური მართვა, მრავალპარტიული მართვა და ჩვენ უკვე მივიღეთ ის გამოცდილება, რაც მრავალპარტიულ მართვაში აისახება. შემიძლია წინასწარ გითხრათ, რომ ადვილი არ არის მრავალი აზრის ერთი საქმის ქვეშ მოქცევა. ჩვენ ეს გამოცდილება მივიღეთ წინასწარ, მაგრამ სწორედ იმაშია სიმთავრე, ანუ მთავარი ძარღვი, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ ევროპული აზროვნების. თვითონ ევროკავშირიც გახავთ მრავალი ქვეყნის ერთობა, რომელსაც ხშირად აქვს შიდა წინააღმდეგობები, მაგრამ როცა საკითხი დგას, ისინი თავარ საკითხს უქვემდებარებენ საკუთარ ნებას. ასე რომ კოალიციური მმართველობა, რომელიც მომავალში საქართველოში უნდა დადგეს, წალენჯიხაში უკვე დგას, უკვე არის. რა იყო გამორჩეული და რა იყო მნიშვნელოვანი 2024 წელს? განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი იყო სწორედ ის, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ბიუჯეტი შეიქმნა არა როგორც წესია ზევიდან ქვევით, ანუ ცენტრალური ხელისუფლებისგან აკარნახევი, არამედ გონივრულად ის საჭიროება, რაც 14-ვე ადმინისტრაციულ ერთეულს სწორედ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ჭირდება. რა უნდა იყოს პირველი, რომელსაც გამოვარჩევ? ბუნებრივია პირველი, რომელსაც გამოვარჩევ, ეს არის პირველ კლასელთა კვებითი უზრუნველყოფა. ჩვენ საოკუპაციო გამყოფი ხაზის მუნიციპალიტეტი ვართ, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელობა აქვს იმ პოლიტიკას, რომელსაც განათლების სისტემაში ვახორციელებთ, რადგან სწორედ ოკუპირებული აფხაზეთიდან ბავშვები გადმოდიან წალენჯიხაში და ისინი ჩვენგან ღებულობენ იმ საერთო ქართულ ღირებულებებს, იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რაც მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებისთვის. ამიტომ პირველ კლასელთა კვებითი უზრუნველყოფა ეს არის გამორჩეული პროექტი. მეორე, ბუნებრივია აბილიტაცია, რეაბილიტაციის ცენტრი, ეს არის გამორჩეული, რადგან ერთადერთია წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, სადაც ეს სახელმწიფო კოლგით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოლგით ხორციელდება თავიდან ბოლომდე ჩვენი დაფინანსები და ამ პროექტმა გაამართლა. მესამე და გამორჩეული პროექტი, რომელიც შეგვიძლია გამოვარჩიოთ ამ ყველაფრისგან, ეს არის სტუდენტების სტაჟირება, რომელიც ანაზღაურებად სტაჟირებას წარმოადგენს. ანუ სტუდენტები, რომლებიც სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ღებულობენ თეორიულ და მეტნაკლებად პრაქტიკულ გამოცდილებასაც, ჩვენ მივეცით შესაძლებლობა განათლების შესაბამისად მათ მიეღოთ არა მარტო პრაქტიკული ცოდნა, რომელსაც დააფუძნებენ ამ თეორიულ სწავლებას, არამედ ანაზღაურებაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არაჩვეულებრივი ოდასახლი ქალაქის წალენჯიხის ცენტრშია. ეს არის ქართველი კაცის უძველესი ისტორიული საცხოვრისი, რომელიც ჩვენი დახვეწილი გემოვნების და ნატიფი აზროვნების შედეგია.
ეს სახლი იმითაც არის გამორჩეული, რომ იმ პერიოდში, როდესაც საბჭოთა ეპოქას ჩვენი წინაპრები ებრძოდნენ, სწორედ აქ, ჩუმად, underground-ში იკრიბებოდნენ ადამიანები, რომლებმაც დღევანდელი დღე თავისი ბრძოლით მოიტანეს. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ შენობის რეაბილიტაცია, რომელიც საბჭოთა პერიოდში პრაქტიკულად შემდგომ ნანგრევებად იქცა. ჩვენმა მეგობრებმა ფორმულა ჯგუფმა გადაწყვიტა ჩვენთან ერთად სწორედ ამ სახლის რეაბილიტაცია და დღეს ის არის უზადოდ შესრულებული. არის მედია ცენტრი, სადაც კვლავ ფუნქციონირებს ჭადრაკის სასახლე. ფორმულა ჯგუფთან არის დაკავშირებული ქალაქ ჯვარში ხელონურ საფარიანის სტადიონი, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია არა მხოლოდ წალენჯიხაში, არამედ ქალაქ ჯვარშიც. სწორედ ფორმულა ჯგუფს უკავშირდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც საგამანათლებლო საქმესთან, საგამომცემლო საქმესთან არის დაკავშირებული და ეს გახლავთ ტერენტი გრანელის არაჩვეულებრივი გამოცემა. იყო დრო, როდესაც საბჭოთა პერიოდში მთელი საბჭოთა მანქანა ცდილობდა ტერენტი გრანელისგან შეურაცხადი გიჟის შექმნას. პრაქტიკულად მათ ეს გარკვეულწილად შეძლეს. გიორგი ხარჩილავა მიაკვლია დოკუმენტებს, რომელიც ინახებოდა ლიტერატურის მუზეუმში, ეს იყო 600-მდე არაჩვეულებრივი ფანქრით შესრულებული ნახატი. სწორედ ეს 600 ნახატი განთავსდა ამ წიგნში, რომელიც ერთი აგურია დეოკუპაციისაკენ, რომელიც განათლებასთან არის დაკავშირებული, რომელიც საგანმანათლებლო საქმესთან არის დაკავშირებული და ამით ჩაეყარა საფუძველს სწორედ მუნიციპალური ქოლგით საგამომცემლო საქმიანობას. 2024 წელს იყო გამორჩეული ამბები, მაგრამ თავად 2024 წელი იყო გამორჩეული საქართველოს ისტორიაში, რაც წალენჯიხას უკავშირდება. ეს გახლავთ 1000-წლოვანი იუბილე მაცხოვრის ფერიცვალების ტაძრის. გია ხარჩილავას იდეა ჯერ კიდევ როდის იყო, რომ ეს თარიღი ღირსეულად აღნიშნულიყო. ჩვენ ვიყავით მეუფესთან, რომელმაც მოგცა კურთხევა და სწორედ ფერიცვალების დღეს 19 რიცხვში წალენჯიხაში გამორჩეული დღესასწაული შედგა. საერთაშორისო კონფერენციით აკადემიური წიგნის გამოცემით, სადაც შესულია ყველა ფრაგმენტი ჩვენი ტაძრის ფრესკების, არქიტექტურა და ისტორიული კონტექსტი. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან წიგნი გახლავთ ბილინგვა და ქართულ და ინგლისურ ენაზე ჩვენ ყვებით რამდენად მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა საქართველოს ისტორიაში სწორედ წალენჯიხის ფერიცვალების ტაძარს, რომ ის იყო არა მხოლოდ სასულიერო ცენტრი, ის იყო საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც აორგანიზებდა რეგიონში სწორედ სახელმწიფოებრივ აზროვნებას, რომლის ფუნდამენტიც არის ჩვენი ბრწამსი იდენტობის ერთ-ერთი ნაწილი, რასაც წარმოადგენს ჩვენი რელიგია. გვაქვს ბედნიერება მეოხად, წყემსად და მფარველად გვყავდეს და გვფარავდეს წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების ეკლესიის მადლი. მე-11 საუკუნეში აშენებული ეს ეკლესია უნიკალურია თავისი არქიტექტურული კომპლექსით და განსაკუთრებით მხატვრობით. პირველად ეკლესიის ისტორიაში მერის ინიციატივით აღნიშნავთ ამ უნიკალური ტაძრის შემაჯამებელ 1000-წლოვან იუბილეს. წმენა გვაერთიანებს 2024 წლის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი სწორედ გახლავთ იუვენტუსის ბავშვთა აკადემია, რომელიც სწორედ ამ ცენტრალურ სტადიონზე წალენჯიხის გადიან წვრთნას. რითია ეს პროექტი მნიშვნელოვანი? ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ ის გახლავთ საერთაშორისო ბრენდის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შემოსვლა, რაც წალენჯიხის ციტირების ინდექსს მატებს. ამ ბავშვებმა 2024 წელს ტურინში მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღეს მონაწილეობა, წარმატებით მას მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, მოიპოვეს აღიარება მთელ მსოფლიოში და წარმატებულ 8 გუნდს შორის მოხვდნენ. წალენჯიხაში ამ სტადიონზე იუვენტუსის ცნობილი ფეხბურთელი, ისტორიული ლეგენდა ფეხბურთელი ტრეზეგე იყო ჩამოსული. სწორედ აი ამ შეხვედრაზე, როდესაც ტრეზეგე წალენჯიხაში იყო, გალიდან ჩამოვიდნენ პატარა ფეხბურთელები, რომლებმაც წვრთნა გაიარეს ტრეზეგესთან და ითამაშეს იუვენტუსის ნორჩ წალენჯიხელებთან.
ამ შეხვედრას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და იმედი, რომ სამომავლოდ ისინი ერთ გუნდში ითამაშებენ და წარადგენენ კვლავ წალენჯიხას და საქართველოს მსოფლიო მასშტაბით. ეს ყველაფერი ეკუთვნით თქვენ და მოიპოვეთ თქვენ ჩემო ძვირფასო წალენჯიხელებო თქვენი შეუგუებლობით საქართველოს ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე თქვენი სწორი პოზიციით მიუხედავად სიდუხჭირისა, მიუხედავად თავზატეხილი უბედურებისა და ომებისა და ჩვენი ქალაქი ყოველთვის ამ ხრივ წინა ხაზებზე იდგა, თავისუფლებისთვის წინა ხაზებზე იდგა და ეს ისტორია დაიწყო აქედან. წალენჯიხის გამარჯვებამ ბოლო თვითმმართველობის არჩევნებში განაპირობა წარმატებული ბიზნესების, ადამიანების, მოდელების ხედვის მიპყრობად წალენჯიხისკენ და თავიდანვე ბატონი მამუკა ხაზარაძე, ბატონი თემურ ჭყონია, უამრავი ადამიანი ფორმულა ჯგუფი დაიზრდნენ წალენჯიხისკენ კეთილი საქმეებით. იყვნენ სკეპტიკოსები, რომლებსაც ვერ წარმოედგინათ, როგორ შეიძლება ალტრუისტობა დღევანდელ ეპოქაში, როგორ შეიძლება იმ სახის ქველმოქმედება, რომელსაც ამონაგები არ აქვს მათი გაგებით. და ჩვენ ხედავთ, რომ პოლიტიკაში სიტყვაც ითქმება და პოლიტიკაში სიტყვაც კეთდება. მაგრამ ამოსავალი ხარ თქვენ განსაკუთრებული ამ პროექტის არის, რომ ეს გახლავთ სოციალური პროექტი. აი შედარებით ქვეყნებში ყველგან ფასიანია სწავლება. სწავლება არის აბსოლუტურად უფასო, ყველა სერვისი არის უფასო, ამასთან შერჩევა ხდება მხოლოდ ნიჭიერებაზე, ტალანტირებაზე. ამიტომ ჩვენ მეტი წილი ხვიჩა, მეტი წილი ტრეზეგე გამოგვეზრდება ამ ადამიანებში. ეს გახლავთ განსაკუთრებული პროექტი მსოფლიო მასშტაბის. გეკუთვნით თქვენი მონაპოვარია ძვირფასო წალენჯიხელებო და კიდევ ბევრი სასიკეთო, ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ძლიერი ამბებია, პროექტებია ჩვენს გონებაში, რომელიც აუცილებლად განხორციელებდება თქვენთან ერთად, თქვენი შეუგუებლობით და თქვენი გაუტეხლობით. როგორ შეიძლება 2024 წელზე ილაპარაკო და არ ახსენო არაჩვეულებრივი წალენჯიხელი მომავლის ბიჭი ნიკო კვარაცხელია და მისი განუმეორებელი დედა იზა ომაძე, რომელიც პრაქტიკულად ყველა საგანმანათლებლო პროექტში, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ამ წლის განმავლობაში განხორციელდა, ის ერთ-ერთი თანაორგანიზატორია. ადამიანი, რომელმაც განსაკუთრებული სწავლისთვის მოსწავლეებს სტიპენდია დაუნიშნა. თქვენ იცით, რომ წალენჯიხაში IT აკადემია ფუნქციონირებს, აგერ უკვე მესამე წელია და ის არაჩვეულებრივი ნიკო კვარაცხელიას სახელობისა IT აკადემია, რომელიც მამუკა ხაზარაძის სახელს უკავშირდება, ისევე როგორც იუვენტუსის აკადემია. ეს არის პროექტი, რომელიც გაცდა წალენჯიხის ფარგლებს და მიიღო არა მხოლოდ რეგიონული, არამედ საერთაშორისო მნიშვნელობა. წალენჯიხაში კეთდება და გაკეთდება იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე წინა საარჩევნოდ შემეძლო მეთქვა. წალენჯიხას ყავს ღირსეული მეგობრები და ჩვენ დღეს ახლა ვიმყოფებით ყოფილ 26 მაისის სახელობის კოლმეურნეობის შენობაში, სადაც გაცხოველებით მიმდინარეობს მშენებლობა და როგორც მოგეხსენება პროექტის მიხედვით აქ განთავსდება ოთარ ეგაძის თეატრი, აქ განთავსდება მანანდატო იჯახიშვილის სახელობის მუსიკალური სკოლა, აქ განთავსდება IT აკადემია და ეს შენობა, ეს სივრცე მთლიანად გახდება კულტურის და ხელოვნების ჰაბი. წალენჯიხა მოიზიდავს ზუგდიდს, მოიზიდავს ხოროწყუს, მოიზიდავს აბაშას და ეს სივრცე შეემატება არა მხოლოდ ჩვენს ამ ულამაზეს მუნიციპალიტეტს, არამედ როგორც რეგიონს ხარისხიანი განათლების კერას. მე მინდა მადლიერებით უთხრა მამუკა ხაზარაძეს შემდეგი სიტყვები, რომ მისი სიტყვა არის სიტყვა ნეგატივის მაძიებლების საყურადღებოდ ვამბობ. აი რა გჯით ადამიანებო, როცა კეთილშობილ ჩანაფიქრთან გვაქვს საქმე, როცა სიკეთე კეთდება, ჩვენ უნდა დავინახოთ ეს, როცა სიტყვა ფასობს, როცა საქმე იქცევა, როცა ეს ყველაფერი ჩვენს მშობლიურ მუნიციპალიტეტს უკავშირდება, როცა ეს ყველაფერი მომავალი თაობების აღზრდას უკავშირდება, ერთნაირად უნდა გვიხაროდეს ყველას, რადგან საბოლოოდ ჩვენი მიზანი
ჩვენი სამშობლოა, საბოლოო ჩვენი მიზანი, ჩვენი წალენჯიხაა და წალენჯიხას თავისი მეგობრებით, აი ღირსეული შენაძენით და ეს თქვენ დაიმსახურეთ ჩემო წალენჯიხელებო, თქვენი არჩევნების ხვით გამოხატვით და ჩვენი არჩევნების ხვით დაცვით მიიქციეთ ყურადღება წარმატებული ბიზნესმენების, წარმატებული მოდელების და დღეს თქვარ იმ ადგილას, რომელზეც საფხულის მისადგომებთან ჩვენ გვექნება შესანიშნავი კეთილმოწყობილი კულტურის ჰაბი. ვერ ვიტყოდით ვიმეორებ წინა საარჩევნოდ იმდენი რაღაც კეთდება და გაკეთდება კიდევ წალენჯიხაში სწორედ ღირსეული მეგობრების თანადგომით. 2024 წლის შეჯამება შეუძლებელია არტ-მეურნეობის და მამუკა ხაზარაძის გარეშე. მამუკა ხაზარაძე, რომელსაც ძალიან დიდი ღვაწლი აქვს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში და გია ხარჩილავა ამას ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის გვედგა გვერდში. ჩემს უკან არის შენობა, რომელიც საბჭოთა პერიოდის შემდეგ ყველასგან მიტოვებული იყო და 32 წლის განმავლობაში აქ ცხოვრობდნენ დევნილები. მათ ღირსეული სახლები შეუძინეთ, ხოლო აი ამ უნიკალურ შენობაში განთავსდება დოიჯაშვილის მუსიკალური ცენტრი, ოთარ ეგაძის თეატრალური სარდაფი, IT აკადემია და რაც მთავარია, აქ 2024 წელს უკვე შედგა საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ მწერლები, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ საზოგადო მოღვაწეები და რაც მთავარია, იყო ძალიან ბევრი გამომცემელი, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა ოჯახებისთვის, სკოლებისთვის და რაც მთავარია, სოფლის ბიბლიოთეკებისთვის შეგვეძინა ახალი წიგნები. ამიტომ ამ სივრცეს, რომელიც უკვე იქცა მიზიდულობის ცენტრი, ძალიან დიდი საგანმანათლებლო დანიშნულება აქვს. როდესაც ჩვენ საგანმანათლებლო პროექტებზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია 2024 წელს შემდგარი პროექტი ლეო ქიაჩელის სახლ-მუზეუმის სრული რეაბილიტაცია. იმ დროს, როდესაც საგანმანათლებლო პროგრამიდან ლეო ქიაჩელის ნაწარმოებები ამოღებულია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანის ცხოვრების სწორად მიწოდება ჩვენი მომავალი თაობებისთვის, რადგან ლეო ქიაჩელი იყო სწორედ ის ადამიანი, რომელმაც წალენჯიხაში, ობუჯში საგანმანათლებლო კერა შექმნა სწორედ სახელმწიფოებრივი აზროვნებიდან გამომდინარე და ის იყო ცენტრი, სადაც თავს იყრიდნენ მთელი საქართველოს მასშტაბით ადამიანები, რომლებიც საქართველოზე ფიქრობდნენ. 2024 წელს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაც. მიუხედავად იმისა, რომ ეს კოლოსალურ ბიუჯეტურ თანხას ითხოვს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტისთვის ეს იყო მნიშვნელოვანი. ეს არის გზები, ეს არის ხიდები, ხიდბოგირები, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო საოკუპაციო გამყოფი ხაზის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელი ქალაღალი, სადაც არასდროს დიასახლის არ ქონდა შესაძლებლობა ჩაერთო სარეცხი მანქანა და დღეს იქ წყალი მოდის, ასევე კეთდება გზები. ასევე მნიშვნელოვანია 36 წლის განმავლობაში ქალაქი ჯვარი, სადაც წყალი არ ყოფილა და დღეს იქ წყალი არის. მართალია, ეს არის ის, რაც ჩვეულებრივია დიდი ქალაქებისთვის, მაგრამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სწორედ ამ ორი ადგილისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ადამიანმა 21 საუკუნეში ღირსეულად იცხოვროს. ძვირფასო წალენჯიხელებო, დასრულდა 2024 წელი და დაიწყო 2025 წელი, რომელსაც თავშივე ეტყობა, რომ საკმაოდ ბობოქარი იქნება. ამ ჩვენს ულამაზეს ნაძვის ორი ბაბთა საქართველოს სახელმწიფო და ევროკავშირის დროშა ამშვენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გეზი არის ევროპისაკენ. 36 დღეა წალენჯიხა დგას იქ, სადაც საქართველოს ბედი წყდება. ეს არის წალენჯიხა, ეს არის ზუგდიდი და ეს არის თბილისი. ამიტომ გისურვებთ ამ გზის ბედნიერ დასასრულს. განსაკუთრებით მინდა მიულოცო შობა ახალი წელი ემიგრანტებს, რომლებიც 24 საათი ჩართული არიან ბრძოლაში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. ასევე მინდა მიულოცო შობა ახალი წელი მათ, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალში ცხოვრობენ. მათი გულისყური ეხლა მომართულია თბილისისაკენ, რადგან სწორედ თბილისში წყდება მათი ბედიც. 2025 წელს ჩემს ქვეყანას მინდა ვუსურო ტერიტორიული მთლიანობა და ღირსები დაბრუნება ევროპულ ოჯახში. გილოცავ, საქართველოს გახდება ევროპის წევრი. საქართველოს იქნება ყველაზე თავისუფალი, ყველაზე მაგარი ქვეყანა და ამ საქართველოში ყველაზე თავისუფალი მოედნიდან თქვენს ოჯახებს